პატრონი არ აქვს, აქეთ არავინ არ იხედავს. ამ წყალთან დაკავშირებით რა ხდება, აი გამიხსენეთ. წყალი არის უძვირფასესი წყალი. არის ბევრი მოდის. მაგრამ კომუნისტების გაკეთებული წყალი, რომელიც გააკეთეს ერთი 50 წლის წინათ, ის არის მილები დაიმტრა და უნდა იმას გარემონტება. ფაგერაფერი უნდა. დიახ. ტრაქტორი უნდა. და უნდა აიღოს თავზე ვიღაცამ და გააკეთოს ის წყალი და დავიწამლეთ. ბოთკინიათ ხალხს. გაჩენილი. კაციშვილი არ გაქვს ეს ყურადღებას არავინ. არავინ ეს სოფელი არსებობს, თუ არ არსებობს და ვარ თუ არა ხალხი მაცხოვრებელი აქ, ამას არავინ არ აკითხავს. წყლის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოყოფილი, გაკეთდაო წავიდნენ დღეს დაუკითხავად, უნდა ჩააბარო. აი ვის საბარებენ, რა საბარ წყალი იყო 50 წლის წინანდელი გამოყვანილი წყალი. დაშლა გაკეთება რა დაიწყეს. აღარ უნდა ჩააბარო დამშრალი წყალი. ახსნასადაა რა საქმე. გადავამოწმეთ და ხარვეზები არის. და მივეცით შენიშვნამდე. შენებელს რომ გამოასწოროს. რამდენი ხანია რაც დაიწყო ეს წყლის რეაბილიტაცია? მათ ხელშეკრულება აქვს დადებული და ზუსტად აღარ მახსოვს. ვადებია ზუსტად პრინციპში. მიახლოებით დრო არ გახსოვთ? აღარ 25 უნდა დამთავრებული იყოს. გონი ეხლა რა პრინციპში. და დასრულების თარიღი როდესთვის გქონდათ? აღარ მახსოვს ზუსტად. და ეხლა რა მდგომარეობა ამ ეტაპზე? შეიძლება მოსახლეობამ, სოფლის მოსახლეობამ წყალი დალიოს? კი. არ არის დაბინძურებული? არა. მოსახლეობისათვის ჩვენ როდესაც ამწყდით არ სარგებლობთ. დიახ. მოსახლეობისათვის ქარხნის ესე იგი მისასვლელთან და ბოლოში სპეციალურად არის წყალი, როდესაც ჩვენ აღარ გვჭირდება და როდესაც არ ხდება რეზერვუარების შევსება, ამ წყალს უშვებს და ეს წყალი იმდენია მთელ რაიონს დააყურებს რა ესე ვთქვა. ეს არის უბრალოდ საკითხის პროვოცირება. ეს არის არასწორი ინფორმაცია, ეს არის ვიღაცისგან პროვოცირებული საკითხი. და უბრალოდ მე ვხვდები ესეთი საკითხების დაგენება, რომ ვიღაცას წყალს არ ვასმევთ ვიღაცას. მოვიდნენ, რამდენიც გაიხარდება. თუ კანონი ამას არ აგრძელებს, რამდენიც უნდათ. მანქანებით მოდიან, დატვირთვა მანქანებით, პირთავენ ცისტერნებში, ბალონებში, ჭურჭელში და მიათ. მაგრამ როდესაც ქარხანაში არის სამუშაო პროცესი, ჩვენ ამ სამუშაო პროცესს ვერ გავართ.